გამარჯობათ. ყოველი ადამიანი არის კაცობრიობის ისტორია, ნამდვილი ისტორია. რაც უფრო მართალია ეს ისტორია, მით უფრო მეტი შესაძლებლობაა მარადისობასთან შეერთებისა. მართალი მხარე ადამიანისა და ისევ როგორც კაცობრიობისა მდგომარეობს წუთისოფლზე გამარჯვებაში, წუთისოფლის სირთულეების დაძლევასა და სულის აღდგომაში. ქრისტეში თავისუფლების მოპოვებაში. ქრისტეში თავისუფლება ეს არის მადლმოსილი მდგომარეობა, როცა უკვე მადლი მართავს ადამიანს. ხოლო სიცრუე ამ ისტორიისა არის სულის ამპარტავნებასა და მის კრახში, მათ შორის რელიგიურ ამპარტავნებაში. სულის ამპარტავნება იგნორს უკეთებს სულიერ ცხოვრებას და გააზრებულად თუ გაუაზრებლად უარყოფს ცხონებას, ასე ვთქვათ. რაც არ უნდა უცნაური ჩანდეს, შეიძლება ქადაგებდე ქრისტეზე, საუბრობდე სიყვარულზე, თავდაბლობაზე, სიკეთეზე, ციტირებდე წმინდა მამებს, მაგრამ ამავე დროს ღრმად დაფარული დემონური მდგომარეობა გქონდეს. იყო შეპყრობილი ხიბლით და ატარებდე ფსევდო მართლმადიდებლობას გაჟღენთილს ეგოიზმით. ხა შევეცდები გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. სულიერი დაუკმაყოფილებლობა ყოველივე ამ მსოფლიორით, ანუ როცა რაც გამარჯვებებს მიაღწევ ამ წუთისოფელში, მაგრამ მაინც გაქვს სულიერი დაუკმაყოფილებლობა, ეს ღვთის მაძიებლობის ნიშანია და ბოლოს ასეთი ადამიანი პოულობს ღმერთს და უერთდება. ხოლო თვალთმაქცული გარეგნული რელიგიურობა ერთი შეხედვით გარეგნულად გავს სიმართლეს, მაგრამ შინაგანად ის ასეთი არ არის, რადგან ის არის თვითკმაყოფილი. გარეგნული რელიგიურობა ეს არის აშკარა გამოხატულება სულის დაავადებისა. ასეთი ადამიანები იძულებული არიან სწამდეთ საკუთარი კოშმარული გონებისა, კოშმარული აზრებისა, რომელიც შემდეგ მეტყველებაშიც გამოიხატება. ხოლო სულიერი სიწმინდე და გულის უმანკოება, ესეთი ბავშვური მდგომარეობა, მე გაგახსენებთ მაცხოვრის სიტყვებს, უკვე თუ არა მოექცეთ და არა იქნეთ ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა. აი ეს სულიერი სიწმინდე და ბავშვური გულის უმანკოება ეს ადამიანში წარმოშობს სიმშვიდეს. შვიდი დაბალი მდუმარე გული კი ყველაზე მეტად გრძნობს ქრისტიანობის სულს. ხოლო ამპარტავნული სიტყვების სიმრავლე ეს არის გადაფარვა საკუთარი არასულიერი ცხოვრებისა, არასულიერებისა. ჩვეულებრივი ადამიანი სწუხს თავის ცხოვრებაზე და დაქანცული სულიერი გაუწონასწორებლობით, ხოლო ჭეშმარიტი ქრისტიანი მადლში მყოფი გარდაქმნის საკუთარ ცხოვრებას. ჭეშმარიტი ქრისტიანობის უნიკალურობა მდგომარეობს მის გაუგებრობაში, ზედაპირული რელიგიური ადამიანებისთვის ის არის გაუგებარი. ქრისტიანული თავდაბლობა ეს არ არის მხოლოდ საკუთარი ცოდვების დანახვის უნარი. თავდაბლობა ეს არის სულის სიყვარულთან სიახლოვის თვისება. სინამდვილეში ჭეშმარიტ ქრისტიანობაში გარდაიქმნება ადამიანის გული სიყვარულში.
ამ პარტავნების გამოსწორება შეიძლება სინანულით, ხოლო ყალბი თავდაბლობის გამოსწორება ძალიან რთულია და შეიძლება შეუძლებელიც. ჩვენ თავდაბლობას ვესწრაფით არა იმიტომ, რომ თქვათ თავს ვიმცირებთ, არამედ იმიტომ, რომ გაუხსნათ უფალს ჩვენი სულის სიღრმე, რათა გვაცხოვნოს. ვინ არის ადამიანი? ადამიანი არის ის, რისკენაც ის არის კონცენტრირებული. წმინდა მამები გვასწავლიან, როცა გონებით აღარ ეხები, ფიქრებით აღარ ეხები ნებისმიერ სიბინძურეს, ეს არის სულისთვის ყველაზე დიდი მადლი. მამები გვასწავლიან, რომ შეინარჩუნეს სიმშვიდე ყველა სიტუაციაში და განამტკიცე გამუდმებული ლოცვით. სულიერი სიმშვიდე ეს არის წინაპირობა და დასაწყისი გონისმიერი მდუმარებისა. გონისმიერი მდუმარება ეს არის, რომელიც შემდეგ შეიძლება ბაგეებშიც გადაიზარდოს, ასე ვთქვათ. ანუ მდუმარება ეს არ არის, რომ საერთოდ არაფერს ამბობდე. მდუმარება ეს არის, როცა აღარ უქმად აღარ აზროვნებ და უქმად აღარ მეტყველებ, არამედ მეტყველებ მხოლოდ ღმერთის სადიდებლად. ქრისტიანობიდან ვერაფერს ვერ აიღებ. ქრისტიანობა მოითხოვს თანმიმდევრობას, თანდათანობას და მისი არსი, ქრისტიანობის არსი, არის ძალიან უბრალო. მამები გვასწავლიან აქაც, რომ რასაც არ უნდა აკეთებდე, თქვათ, ლოცულობდე, მორჩილებას ასრულებდე, ადამიანებთან ურთიერთობდე, ისვენებდე, კითხულობდე, მუშაობდე, შეინარჩუნე სიმშვიდე და ლოცვაში სულში შეინარჩუნე სიმშვიდე და ლოცვაში ყურადღება. როცა გაქვს სულში სიმშვიდე, სინახავ, ეს დაგიცავს დაცემისგან. ხოლო როცა ყურადღება გაქვს ლოცვაში, მას არ მიატოვებ, ლოცვას არ მიატოვებ და გამყარდები გონისმიერ მდუმარებაში და ამით შეუერთდები ქრისტეს. გონისმიერი მდუმარებით უერთდება ადამიანი ქრისტეს. მამები ასევე გვასწავლიან, რომ ყველაზე ბრძნული მოქმედება ქრისტიანისთვის ეს არის სინანული ცხონებისათვის. ამიტომ მამები გვირჩევენ, რომ სინანული გახდეს შენი ცხოვრების საფუძველი. აი, ეს არის ქრისტიანობა. ხშირად შეხვდებით ადამიანებს, რომლებთაც აქვთ არასწორი ლოცვითი ცხოვრება, არასწორი მორწმუნეებრივი ცხოვრება. მათ იცნობთ მათი გამუდმებული გაღიზიანებულობით, კამათის სულით, ამპარტავნული სიტყვებით, აგრესიის გაღვივებით. ეს არ არის ქრისტიანობა, ეს არის აბსოლუტური სისულელე და ეს აბსოლუტური სისულელე ზოგჯერ აღწევს ეკლესიის იერარქიის სხვადასხვა და მათ შორის ყველაზე მაღალ საფეხურებზეც კი. ამ ადამიანების რელიგიურობა მხოლოდ გონისმიერია და არა გულისმიერი. და ისინი ღებულობენ საკუთარი თავის ნაყოფს და არა ნაყოფს ღვთისაგან. როგორც უფალი ბრძანებს მათეს სახარების მე-6 თავში, როცა თვალთმაგც მლოცველებზე საუბრობს, რომ მათ უკვე მიიღეს თავისთვის საზღაური და არა ღვთისაგან საზღაური. ხოლო ის, ვინც მოკიდებს ჭეშმარიტად ლოცვით ცხოვრებას, ის ესწრაფვის მიიღოს სიმშვიდე და მადლი სულში და გულში. და არა დამახინჯებული, ასე ვთქვათ, გონებრივი წარმოდგენები და რაც გამოიხატება შემდეგ აი კოშმარულ გამონათქვამებში.
თუ მორწმუნე ვერ ხვდება, ვერ არჩევს ერთმანეთისაგან მადლს და ამ მსოფლიურ სიამოვნებას, ის ხდება საბრალო სათამაშო ეშმაკის ხელში. ხოლო ჭეშმარიტი მლოცველი ყველაფრისგან მოიმკის მადლს. აი, ყველაფრისგან მადლის მომკაც ესეც ერთგვარი საიდუმლოა, რომელსაც გრძნობს მხოლოდ ჭეშმარიტი მლოცველი. ის ყველაფრისგან მოიმკის მადლს, უარყოფს ბოროტებას, უყვარს ქრისტე, შეიყვარებს ქრისტეს და შეიძულებს საკუთარ სულს, როგორც ცოდვის მონას.